აუდიტორიისთვის და უფრო მეტიც, ანუ არა ქართული აუდიტორიისთვის, როგორც ესეც ზოგადად, არამედ ქართული ოცნების ხარდამჭერებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი პირველი ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი არა, პირველი ნაბიჯები უკვე იყო გადადგმული, როდესაც უკვე საუბარი გაჩნდა, რომ დაიწყეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ის გავლენის ქვეშ არის და დღეს ახლა უკვე ამაზე რაღაც ულტიმატუმის ენით არის საუბარი, რომ Deep State-ი თუ გაჯობებს, მაშინ თუ Deep State-ს თუ არ დაამარცხებ, მოკლედ აი ეს ტექსტია განვითარებული, რომელიც აჩვენებს უფრო ჩემი აზრით მის ამორჩეულს, მის ხარდამჭერს და იმ წრეს, რომელიც მასთან არის ასოცირებული, რომ გააჩინოს გარკვეული ლეგიტიმაცია, როგორ დაიწყო დისტანცირება ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, იმიტომ რომ შტატებისგან იმიტომ რეალურად ისინი ხედავენ და უბრალოდ იციან და დარწმუნებულია ეს თავიდანვე ეცოდინებოდათ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალ ადმინისტრაცია ისინი ვერ მოაგვარებდნენ სიტუაციას ყოველ შემთხვევაში იმ პირობებით რომელი პირობებითაც მათ უნდათ მაგ კუთხით თორე ხა რეალურად საელჩომას და სახელმწიფო დეპარტამენტმას თქვეს რომ მზად არიან ოღონდ სულ გარკვეული საკითხები გარკვეული ნაბიჯები კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელია ქართულ ოცნებას ისე გადადგმა ქართულ ოცნებას არ უნდა ყოველ შემთხვევაში ამ პირობებზე რა პირობებსაც ამერიკის შეერთებულ შტატები თავაზობს ქართულ ოცნებას მზად არ არის შესაბამისად მან ჭირდებათ რაღაც არგუმენტაცია, რომ ასე ვთქვათ, დისტანცირება დაიწყონ და სრულად მოწყდნენ ელჩის შეხვედრით ოცნების წარმომადგენლებთან ეს იყო ბოჭორიშვილი და დავითაშვილი და შემდეგ დავითაშვილის კომუნიკაციით სახლებში და თეთრსახლში იმ დონეზე რა დონეზეც ჰქონდა მას ეს კომუნიკაცია მათ მიიღეს ინფორმაცია რა უნდა გააკეთონ ამ ურთიერთობების აღსადგენად ხო? არაფერი ახალი არ უნდა ამის გასაკეთებლად არ არიან მზად მაგი არ უნდათ შესაბამისად იმ პირობებსაც თავაზობს ამერიკის შეერთებულ შტატები მათ არ უნდათ ურთიერთობების აღდგენა შესაბამისად სხვა ილუზია მათ არ ჰქონდა და ეხლა გადაერთვენ როგორ აუხსნან იმ ამორჩეულს რომელიც ჯერ კიდე ფიქრობს რა ჯერ კიდე იმედი ჰქონდა რომ აი ქართული ოცნება ტრამპის ამერიკის კონსერვატულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტთან უფრო ახლოს არის და იდეოლოგიური თანხმედრაა რაღაცა რომ აი მათგან ასე ვთქვათ მათ როგორ აუხსნან დისტანცირება ასე ვთქვათ დღევანდელი ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციიდან და ამის გარკვეული ნაბიჯებისთვის წინასწარი შემზადებაა დაწყებული თუმცა აქ არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც უფრო ყურში მოსახვედრი იქნება ალბათ რუსეთის ხელისუფლებისთვის აქ საუბარი კიდევ ერთხელ არის რომ 2008 წლის ომი საქართველოს დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ რომელიც აი მე ვიტყოდი ცალსახად ეს უკვე ცალსახად რა კონტექსტში რა ფორმითაც არ უნდა იყოს მოღალატეობრივი განცხადებაა ეს არის ჩვეულებრივი ღალატის განაცხადი რომელსაც ამ წერილში ხედავდა საერთაშორისო დოკუმენტია თითქოს არ საჭიროებდა ეს წერილი ამ ფრაზას გინდა თუ არა იქ მოხვედრას მაგრამ აი იყო ძალიან შესაძლებელია რუსეთზეც იყოს გამიზნული რომ უთხრას რომ ჩვენ ყველანაირად წყვიტავთ მასთან ურთიერთობას და ეს ჩვენი ასე ვთქვათ განაცხადი არის ოფიციალური და ამის წინასწარი იმიტომ რომ კონტექსტიც აქვს სხვათა შორის ამ წერილს ეს არის ეს ვთქვათ უკრაინა, რუსეთი, შეერთებული შტატები აი ამ სამკუთხედი და სტამბოლის მოლაპარაკების კონტექსტი მათ შორის არის რუსეთის რუსული ესე ვთქვათ ესტაბლიშმენტისთვის რომელიც შეიძლება ხვალზე ამის გამოხმარება ვიხილოთ ან შეიძლება არც ვიხილოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადაც საჭიროა ეს ინფორმაცია დაილექება ესე იგი ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ალბათ და მთავარი კომპონენტი არის კიდევ ერთხელ იმ ხალხს უნდა ესაუბროს რომელიც ჯერ კიდე ფიქრობს რომ რაღაცა იმ ხალხს რომელსაც იმედი ჰქონდა რომ ქართული ოცნება ამერიკასთან მოაგვარებდა ურთიერთობას აღდგებოდა ურთიერთობები მაგრამ რო ვერ მოაგვარა ამის ახსნას ეძებდა და ამ ურთიერთობის აღდგენა თუ არა იმ პირობებში როგორც ამ პირობებში თუ ამერიკის შეერთებულს მიიღეს მათ ესეც როგორებიც არის ავტორიტარებთან კომუნიკაციაო და პოლიტპატიმრები აკრძალული პარტიები აკრძალული დახურული მედიები და დაჭერილი ჟურნალისტები რა თქმა უნდა ამ პირობებში თუ იქნება და აქ საუბარიც იყო კიდევ ჩვენზე უარეს დიქტატორებთან გაქვთ ურთიერთობა და ჩვენ რა დავაშავეთ ხო ეს ფრაზა სხვათა შორის რამდენიმე დაწერა ნახე რომ ეს თქო კარგად თუ გადაიკითხეთ ვიდრე და გამოაქვეყნებდითო ამ კონკრეტულ ფრაზაზე. არა, ესე ძალიან გააზრებული ხა მანდ ეს სპონტანურად წერილები არის წერება, მან გააზრებული ეს წერილი და ეს გზავნილი ზუსტად არის ის რომ კიდევ ერთხელ მე თქვენ ეთერში თქვი მე მგონი და ყოველ შემთხვევაში ამ სტუდიაში ნამდვილად მაქვს ნათქვამი, ქართული ოცნება არათუ ცდილობს სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენას, არამედ სტრატეგიული და მას უნდა ტრანზაქციული ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც მას დაუძახებს დიქტატორს, ავტორიტარ ნებისმიერ სტატუსს მიანიჭებს, მაგრამ ექნება ტრანზაქციული ურთიერთობა. ტრანზაქციული ურთიერთობა არის
ურთიერთობები რას გულისხმობს ეს გულისხმობს არა სტრატეგიულ განვითარებაზე და კიდევ უფრო ასე ვთქვათ აღმავალ ურთიერთობებს ოპერატიული ურთიერთობები. ანუ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ეს იყოს ნავთობის შეძენა, ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული სესხი, მაგრამ თითოეული ეს კონკრეტული ნაბიჯი არ არის რამე დიდ პროცესთან კავშირი. ანუ ეს არ არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, სახელმწიფოებრივი თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში. ახლა სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენი რას გულისხმობდა? ეს იყო ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული, ანუ ყველა სფეროს მოიცავდა და ყველგან იყო კონტრიბუცია იმისთვის, რომ საქართველოს როგორც ესეთი, როგორც სახელმწიფო გაძლიერებული იყო. ეს იყო ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ, შინაარსი, თუმცა ჩვენი მხრიდანაც იყო, რომ ხარდაჭერების საერთაშორისო პროცესების, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ეს იყო ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა. დღეს ამის სრული რევიზია მოხდა, ეს არის საუბარი, რომ ტრანზაქციებზე უნდა გადავიდეთ, ანუ გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე და მაგიარ ხარ ამნიშნულობა ხა ამდენი ქვეყანა ხანდახან ერთხელ თუ არ ვხვდები, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელსაც კი შეხვდა ტრამპი. ანუ ესე უყურა. ხო, ამ შემთხვევაში ესე უყურებ, თუ ეს იქნება პირველ ვადაში. ხო, წინა ვადას, ხო. ამიტომ ესენი ესე უყურებენ, რომ თუ იქნება ტრანზაქციული კი ბატონო, ოღონდ მიეჩვიეთ, რომ ეს სტატუს კო იქნება გეოპოლიტიკურად, შიდა პოლიტიკურადაც ეს სტატუს კო იქნება, ანუ არადემოკრატიულები იქნება და უფრო პრორუსულები და პროჩინულ, პროირანულები იქნებით, ანუ ჩვენს კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ორიენტაციები გვექნება საგარეო და ნუ თუ მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ მიიღებდა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში ის რასაც deep state-ს ეძახის უკვე ქართული ოცნება, ეს არის სახელმწიფო ინტერესები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განაგებდა იმას, რომ როგორი შეიძლება ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს პრინციპში დიდწილად არ იცვლება, ამ წერილშიც ჩანს. არ იცვლება დიდწილად, მიუხედავად ის განსხვავებული რიტორიკისა სხვადასხვა ადმინისტრაციის მხრიდან, მაინც ესეთია ეს პოლიტიკა. თითქოს მთელი წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდიც ქვეყნის შიგნით ჰქონდათ ამ ტიპის მოლოდინზე გათვლილი, რომ ტრამპი და პუტინი დაალაგდებიან, რომ ომი დასასრულისკენ წავა და ეს კონტექსტი, რომელიც ჩვენ გვირთულებს რაღაც ნავიგაციას, ეს მოიხსნება გამაღიზიანებელი ფაქტორები და ჩვენს ყველასთან დავლაგდება. კი ბატონო, კი, კიდევ ერთხელ მე თავიდანვე ვიძახდი, რომ ეს არ არის გათვლა იმაზე, რომ აღდგებოდა ის აქამდე არსებული სტატუს კო. ანუ მათ ჰქონდათ გათვლა, რომ რუსეთის ხარდაჭერით, ჩინეთის ხარდაჭერით, ან დიდი ახალი გეოპოლიტიკური არეულობის ხარდაჭერით, მათ ახალ სტატუს კოს შეაგუებდნენ ამერიკას. ეს იყო ამოცვლა. ამ სტატუს კოსაც არ ეგუება დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის დიდი გამოწვევა მათთვის, თორე რეალურად მათ სანქციების ისე არ ეშინიათ. ნუ მათთვის არაკომფორტულია, მაგრამ თუ დავაკვირდებით უბრალოდ აი რამდენიმე მომენტი მინდა ხაზი გავუსვა. ერთი რომ ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ლიდერის ქონება ვეღარ იძიება მაგალითად ბლუმბერგის მიერ. ბლუმბერგი ვერ ხედავს იმ ქონებას, იმიტომ როგორც სავარაუდოდ ის ქონება მოწყვეტილია დასავლურ ინფრასტრუქტურას და აღარ იძებნება იქ. შესაბამისად არის იქ, სადაც სანქციები ვერ მიწვდება. მეორე, გაფორმებული არის მემორანდუმი საბანკო ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ეროვნულ ბანკს შორის იმის, რომ ალტერნატიული საბანკო სისტემებისთვის არსებობდეს სივრცე, ისეთი როგორც რუსეთმა გააკეთა, მაშინ როცა სანქცირება მოხდა რუსული ბანკებს. ანუ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ივანიშვილის და მასთან ასოცირებული კომპანიების და ადამიანების დასანქცირება, მათ ექნება შესაძლებლობა, რომ იმ სფეროებიდან, იმ ქვეყნებიდან, მათ შორის შეიძლება ბრიკის ქვეყნები იყვნენ და ჩინეთის საბანკო სისტემის გავლით მოახდინონ ფინანსური ტრანზაქციების განახორციელება და ამით დაიცვან თავი. თუმცა მაინც ის ადამიანები, რომელიც ამხელა დიდ კაპიტალში არ არიან, მაგრამ და ექვემდებარებიან რეჟიმს და ემსახურებიან რეჟიმს, მათთვის დისკომფორტია, რომ მათი პირადი, მათ შორის იქნება ეს მინისტრი გომელაური თუ პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები არიან დასანქცირებულები და ეს სამუდამოდ არის და მათ დისკომფორტები ექნება და ამათ უწევთ ახლა რაღაც გარკვეული არგუმენტები აჩვენონ, რომ აი მე შენს გულისთვის მაგალითად აი ტრამპსაც კი ვეჭხუბები, ყველას დაუპირისპირდები იმის გამო, რომ შენ ჩემი ერთგული იყოს და ეს შიდა ნარატივების განვითარება ხდება, რომელიც მათ აძლიერებს, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს აჩვენებს ყველაფერი, რომ მათ დისკომფორტები აქვს, სერიოზული დისკომფორტი აქვს, რომელთანაც უნდა გარკვეულწილად შეაგუონ თავის ხარდამჭერები, თავისი რეჟიმის მსახურები და საბოლოო ჯამში რაღაც ეტაპზე, ნუ გაიმყარონ ეს პოზიციები, რაც ძალიან მყიფეა და ყოველთვის შეიძლება მოირყეს. სადარიგის დაჭერაც არის კონკრეტულად მათი მხრიდან ეს, ხომ? სასოწარკვეთა ბევრმა თქვა, ახსენა ეს სიტყვა, მაგრამ მთლიანად კითხვას დაგისვამთ, ბევრმა ახსენა ამ წერილთან დაკავშირებით, ოცნებას უნდოდა ამ წერილით სასოწარკვეთის დემონსტრირება? არა მგონია. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად არის სასოწარკვეთა, ეს არის მე ვფიქრობ, რომ გარკვეული კამპანიის პირველი ნაბიჯი. ეს კამპანია, ნუ ასე ვთქვათ, რამდენიმე ეტაპიანი, ასე ვთქვათ, პროცესია. შემდეგი ნაბიჯები ალბათ იქნება უფრო მკვეთრი, საკითხები, მკვეთრად დაყენება საკითხების, უფრო მეტად დისტანცირება. სადამდე მივა თქვენი აზრით, აი შეგვიძლია თუ არა წარმოვიდგინოთ
სადამდე მიიბაუცო. აი იცით, ყოველთვის მაქვს ხოლმე განცდა, რომ ამის იქით აღარ შეიძლება ოცნება წავიდეს, მაგრამ მიდის და მიდის. არა, აქვს, არა, მას ვერ დაგეთანხმებით. ანუ არ მე მგონია, რომ რაღაცა ყოველთვის უნდა რაღაცა რაციონალურმა, რაღაცა საღმა ჩვენ ახლა ვისაუბრეთ სტუდიის მანამდე, რომ ბევრად მეტი შეეძლო გაეკეთებინ ისე, რომ მათი სახელი ესეთი ესე არ დაზიანებულიყო და ისე შეენარჩუნებინა ძალაუფლება, მაგრამ ამას არ აკეთებენ. რატომღაც მიდიან იმ გზით, რომელიც ჩემთვის სრულიად ამოუხსნელია, რატო დგამენ ამ ნაბიჯებს, რომელიც არ არის საჭირო იმის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. შეეძლოთ ბევრად უფრო პოლიტიკური, სწორად გაზომილი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაედგა და საქართველოს მოსახლეობისთვისაც მიეტანათ ის რეალური სარგებელი, რომელსაც ხალხი ელოდება და საბოლოო ჯამში არც ბოლომდე გაენადგურებინა თავის რეპუტაცია და ბოლომდე არ გაეყიდა თავის ქვეყანა, არ მიეყიდა რუსებისთვის, მაგრამ რატომღაც ეს გზა არ ჩვენს, ეთქობა ეს უფრო ფუნდამენტური არის მათთვის, ეს უფრო მეტ გარანტიებს აძლევს მათ ძალაუფლების შენარჩუნების და აკეთებენ ამას. სადამდე ძალაუფლების შენარჩუნება არის მათთვის ახლა ამოცანა. მე ფიქრობ, რომ ძალაუფლების შენარჩუნება და კაპიტალის შენარჩუნება ეს არის მთავარი ამოცანა, რასაც ემსახურებიან. ну, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს უკვე მოსდევს ის, რომ ისინი ამ პროცესში უკვე მთლიანად არიან დაქვემდებარებული, ესე ვიტყოდი, რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან, მაგზე გავლენა რუსეთს ძალიან დიდია დღეს, მარტო იმიტომ კი არა, რომ ესეც შეიძლება ვიღაცისთვის სადავო იყოს, არიან ესენი პრორუსულები თუ არა, ეს ცალკე თემაა და ამაზე შეგვიძლია ცალკე ვიდაოთ, მაგრამ ის რომ დღევანდელ მოცემულობაში საქართველოს ესეთ იზოლაციაში არის სრულიად დაუცველი და ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია რუსეთის მხრიდან საქართველოს ეფექტური კონტროლი აწარმოოს, ეს არის აქსიომა, ამას ნებისმიერი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ფაქტია, რომ ისეთი ტონი აქვთ, რომ სადღაც გადაზღვეულები არიან. იმიტომ რომ ასე მარტო მყოფები, ეს თქვათ, ყოველგვარი დაზღვევის და გადაზღვევის გარეშე, რაღაცა მთელ პლანეტას არიან, მაგრამ არ არიან კიდე, არიან ერთხელ სამყაროს. ანუ შენ თუ შენს ერთად კაპიტულანტური, ასე ვთქვათ, ურთიერთობები გაქვს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შენ უსაფრთხოება გადაზღვეულია მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეებს ქმნის. იმიტომ მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლება იყო, ყველა წინა ხელისუფლება და მათ შორის ქართული ოცნების პირველი წლებიც იყო საუბარი, რომ ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება და არა კაპიტულაციით ჩვენს ოკუპანტთან. ოკუპანტთან კაპიტულაცია ეს არის ძალიან მოკლევადიანი უსაფრთხოების გარანტია. მარტო ის გზა ხანდახან ვერ ხდება ხოლმე უკრაინაში ომმა რუსეთის ეს აჩვენა თუ არა, ანუ ეს ომი გახდა თუ არა მათთვის რაღაცების გადახედვის თუ ისედაც ისინი ამ ტრაექტორიით. არა, უბრალოდ მე ვიტყოდი, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უფრო გაამწვავა ეს პროცესი და უფრო კაფიო გახადა მათი ქმედებები, იმიტომ რომ მანდ უკვე მხარე უნდა აერჩია და ეს მხარე არა ცივილიზებული სამყარო და დემოკრატიული თანამედროვე და არა ჩვენი პარტნიორების მხარე, არამედ ჩვენი ოკუპანტის მხარე აირჩიეს და ეს ფაქტია და ეს კაფიოა. ეხლა სპეკულაციები რომ გვაძალებდნენ ომს და გვაძალებდნენ სანქციების მიერთებას, ფაქტია რომ აგერ მოლდოვას არც სანქციები დაწესებია, არც სამხედრო მხარდაჭერა განხორციელებია და არც ომში ჩაითრიეს და არც არაფერი განსხვავებული არ მოხდა მათ მიმართ, იმიტომ რომ იმათმა ძალიან კოორდინირებულ პარტნიორებთან სოლიდარობის პროცესში ჩაერთვენ და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ ემსახურებოდა მოლდოვეთის ინტერესებს და ემსახურებოდა საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ინტერესებს. ახალგაზრდა გამოუცემმა პრეზიდენტმა მარია სანდრომ ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და მათ მიიღეს გადაწყვეტილება არა ბრძნული, არა სახელმწიფო ინტერესების, არამედ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო და შეეკრნენ ჩვენს ოკუპანტს. ეს არის რაც გამოაშკარავა რუსეთის უკრაინას შეჭრის პროცესში. კარგით, აღარ გვაქვს მეტი დრო. მადლობა დიმიტრის, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით სხვა სტუმრებით.